არ მინდა ძმებო არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელ ქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვაში და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში და ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ, ხოლო ის კლდე იყო ქრისტე. მაგრამ მათგან უმრავლესობა როდი მოიწონა ღმერთმა, ვინაიდან ისინი უდაბნოში დაეცნენ. და ეს კი ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც შენატროდნენ ისინი. არც კერპთაყვანის მცემლები იყოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი, როგორც წერია, დასხდა ხალხი საჭმელ სასმელად და წამოდგნენ სათამაშო. ნურს ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძაობდა და ერთ დღეს 23,000 კაცი დაეცა. ნურს გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა და ისინი გველებისაგან დაიღუპნენ. არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა და დაიღუპნენ მომსვლელისაგან. ყოველივე ესმა დაემართათ სანიმუშოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მივახციეთ წუთისოფლის აღსასრულს. ამიტომ ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს. არ შექმთხვევიათ განსასწრელი, გარდა ადამიანურისა და სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ. არამედ განსასწრელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ გადადანა. ამიტომ, ჩემო საყვარელნო, განერიდეთ კერპთაყვანის მცემლობას, როგორც გონიერებს გელაპარაკებით, თავად განსაჯეთ, რასაც ვამბობ. კურთხევის სასმისი, რომელსაც ჩვენ ვაკურთხებთ, განა ქრისტეს სისხლის ზიარება არ არის? პური, რომელსაც ჩვენ ვტეხთ, განა ქრისტეს სხეულის ზიარება არ არის? ვინაიდან პური ერთია, ჩვენ კი მრავალნი, ერთი სხეული, რადგან ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით. შეხედეთ ისრაელს ხორცის მიხედვით, ვინც მსხვერპლიდან ჭამს, განა ისინი სამსხვერპლოს ზიარნი არ არიან? მაშ რას ვამბობ? განა იმას, რომ რაიმეა კერპი, ან იმას, რომ რაიმეს ნიშნავს ნაკერპავი. არამედ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს. იგი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი ვიყოთ. არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკის სასმისი. არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკის სუფრასაც. ნუ თუ ვბედავთ უფლის განრისხებას, განა მასზე ძლიერები ვართ. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს. არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი. ყველაფერი, რაც ბაზარში იყიდება, ჭამეთ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო, რადგან უფლისაა დედამიწა და მისი სისავსე. ხოლო თუ მიგიწევთ რომელიმე ურწმუნოთაგანი და მოისურვებთ მასთან წასვლას, ყველაფერი ჭამეთ, რასაც თქვენ წინ დააწყობენ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო. ხოლო თუ ვინმე გეტყვით, ეს ნაკერპავიაო, ნუ შეჭამთ მთქმელის გამო და სინდისის გამო, რადგან უფლისაა დედამიწა და მისი სისავსე. ხოლო გულისხმობ არა შენ სინდის, არამედ სხვისას. ვინაიდან რატომ უნდა განიკითხოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისად? ხოლო თუ მადლიერებით ვჭამ, რაღაც შევიბღალო იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ. ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთისმსადიდებლად. და რაც თუნოთ არც იუდეველები, არც წარმართები და არც ღვთის ეკლესია. ისევე, როგორც მეც ვაამებ ყველას ყველაფერში და სარგებლობას ვეძებ არა ჩემთვის, არამედ მრავალთათვის, რათა გადარჩნენ.